წმინდა გიორგი წარმოჩინდება წმინდა ნინოს მოღვაწეობის, საქართველოს მოქცევის ფაქტიურად გეოგრაფიულ და ქრონოლოგიურ საზომად. აი ესეთი წინადადება, რომ იყო ოდეს ჟამი წმინდა გიორგი კაბადოკიელი ეწამა და შემდგომ უკვე იწყება წმინდა ნინოს დიდი მოღვაწეობა. და ეს არის ძალიან საინტერესო რამ და სინამდვილეში ამაში ძალიან დიდი ლოგიკა ალბათ, იმიტომ რომ ნინო არის კაბადოკიელი და თავისთავად ცხადია, რომ ქართული წყაროები, მოგვიანო წყაროები პირდაპირ მათ ნათესაურ კავშირზე საუბრობენ, ეს ძალიან ცნობილია და ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ წმინდა ნინოს მოეტანა ეს ცოდნა წმინდა გიორგის კულტისა და მეტიც წმინდა ნინოს სწორედ აი პირველი ეკლესიების კურთხევას სწორედ ისურვებს, რომ გიორგის სახელზე ყოფილიყო, აი როგორც არის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი ეკლესია თხოთის მთაზე, რომელიც აი პირდაპირ მირიანის მოქცევის ადგილთან არის დაკავშირებული.